მუშაობდა. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი კომენტარს აკეთებს პირდაპირ ეთერში ვრთავთ ირაკლი კობახიძეს. დღეს მნიშვნელოვანი პროექტი გაიხსნა თბილისში. Რამდენიმე თვის წინ ჩვენ გავხსენით ბაგების გადასასვლელი ხიდი, ახალი საავტომობილო ხიდი და დღეს გაიხსნა გვირაბი, რომელიც ამ ხიდთან დააკავშირებს ქალაქის დანარჩენ სივრცეს. უკვე ამ ხიდმა ამ თვეების განმავლობაში ძალიან გაადვილა ამ სივრცეში გადაადგილება და რა თქმა უნდა ეს პროექტი ხელს შეუწყობს დამატებით საავტომობილო მიმოსვლის განტვირთვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. ამ 12 წლის განმავლობაში სამჯერ არის დედაქალაქში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა, შესაბამისად ასეთი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სატრანსპორტო გადაადგილებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი. ზოგადად ყველა ხედავთ, რომ ყოველდღურად ვითარდება ჩვენი დედაქალაქი. მე აქაც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ 8 წლის წინ შეგვიძლია გავიხსენოთ როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი და დღეს თბილისი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე. ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში დედაქალაქის მერის დამსახურება, კახი კალაძის დამსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს განვითარება ზუსტად ამ ტემპით, ამ მიმართულებით გაგრძელდეს. ვიცი რომ კახი კალაძეს აქვს ძალიან დახვეწილი გეგმა, რომელიც ზადების პროცესშია და მალე დასრულდება მასე მუშაობა შემდეგი 4 წლისათვის და დარწმუნებულია რომ 4 წლის თავზე კახი კალაძის ხელმძღვანელობით ჩვენი დედაქალაქი გახდება კიდევ უფრო განვითარებული, ვიდრე თუნდაც არის დღეს. 26 მაისთან დაკავშირებით ემზადებიან მორიგი პროვოკაციისთვის. სურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ჩაიბარებს აღლუმს, რაც ნიშნავს მისი ეს განცხადება და არის თუ არა ეს პროვოკაციის მორიგი მცდელობა. ამის პარალელურად ჩვენ ვნახეთ ხო გედევან ბოხაზის განცხადებას, რომელიც ამს რომ რადიკალიზაცია არის სიტუაციის საჭირო და ასე მარტო. საუბრობენ პროვოკაციებზე, საუბრობენ მსხვერპლზეც კი. თუმცა რა თქმა უნდა მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება, ამის ელემენტარული რესურსი არ აქვს მათ. ხედავთ სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია, ხო, დღეს ყოველდღურად გამოდის დაახლოებით 150 ადამიანი რუსთაველის გამზირზე და ისინი აჩვენებენ ყოველდღურად საზოგადოებას თუ როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე. ამ პირობებში რა თქმა უნდა არავითარი პროვოკაციის მოწყობა ის რესურსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად 26 მაისის ზეიმი ჩაივლის ისე როგორც უნდა ჩაიაროს. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, ეს არის დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ ამ დღეს. ბუნებრივია ეს დღე და ჩატარდეს როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული. მეგობარაკთან დაკავშირებით 31 მაისიდან ფარაშედის ძალაში ალბანეთიდან ხონდა საუბარი მეგობარაკთან დაკავშირებით. მანამდე მეკითხებოდა და როგორ შეაფასებთ კალიფორნიის მნიშვნელობას, ვიცით შეერთებული შტატებისა და ევროპის პოზიცია 31 მაისთან უკვე კანონში ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID, NED და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად და ეს ხდებოდა რეალურად საქართველოშიც, ხო, ხედავდით როგორ იყო ჩართული პირდაპირ ამ წლების განმავლობაში USAID, NED, ამერიკის საელჩო, ეს ინსტიტუტები რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და განხორციელებაში, რაც საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ ჩავარდა. ამ აღიარების პირობებში, ასევე ევროპული აღიარებების პირობებში აბსოლუტურად ცხადი გახდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს უფლება, რომ გარედან ჩაერიოს ჩვენში და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უმეტეს გარედან დაგვიგეგმოს საქართველოში რევოლუციები. აქედან გამომდინარე, გამჭირვალობის კანონი დაამოქმედეს და გამჭირვალობის კანონი იქნება
იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტია იმისა, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამავე ხაზს გავაგრძელებთ, შეიძლება ბატონი ერეკლე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება რადიო თავისუფლებში. დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, თუმცა ჩვენ ავიღეთ ამერიკული მაგალითი. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამერიკული ფარას კანონის მიმართ, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის არის იგივე, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირ ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით. რამაც ახლა დატოვა, თუმცა კი, თავის შინაარსით ფარას კანონი არის ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, მკაცრი, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული გამჭვირვალობის კანონი იყო, თუმცა საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ხო, პრაქტიკა ჩამოყალიბდება თავიდან ბოლომდე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამის პირობა შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ყველას. საქართველოში ადამიანის უფლებები არის განუხრელად დაცული. ბატონო 1%-იც აუღია უცხოეთიდან, აი ეს მათი დისკრედიტაცია იქნება თუ არა და არა, გამჭვირვალობა არ არის დისკრედიტაცია. გამჭვირვალობა არ არის დისკრედიტაცია. რაც შეეხება თვითონ კანონის შეფასებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თავის დროზე აბსოლუტურად ყალბი განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დასავლეთიდან არაფერი ცუდი არ შეიძლება წამოვიდეს დაფინანსების სახით. ამ დროს თვითონ დასავლეთმა აღიარა, რომ USAID, NEDI, EID და სხვა ფონდები გამოიყენებოდა რევოლუციური სცენარის განსახორციელებად. აქ არის ძალიან მარტივად სახელმწიფო ინტერესი, რომ ჩვენი ქვეყანა ეს თქვა ტრამპის ადმინისტრაცია. USAID, NEDI, კი, რევოლუციებისთვის. კი, სხვადასხვა ქვეყანაში. არა, საუბარი იყო სხვადასხვა ქვეყანაზე. ამის შემდეგ თქვენ გახსოვთ, იგივე ილონ მასკმა გაავრცელა ვიდეო, სადაც საქართველოს მაგალითიც იყო მოყვანილი ზუსტად ამ კონტექსტში, რომ USAID და NEDI ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას და საქართველოს მაგალითი იყო ამ კუთხით მოყვანილი და ისედაც ხო ყველამ ვიცით. საქართველოში ქონდა რევოლუციის 4 მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში, ამაში იყო პირდაპირ ჩართული USAID, NEDI, ამერიკის ელჩი იყო პირდაპირ ამ ყველაფერში ჩართული, ყოფილი სკოლის ხო, შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ ვერავის მივცეთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გამჭვირვალე ფულით საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები. ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი. აქცერად ჩარევებთან დაკავშირებით ევრაზიის მკვლევარი მარკ ეპისკოპოსი წერს, რომ მეგობარი აქტი არის პირდაპირ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებასთან ultimatum-ის ენის საუბრის ნაცვლად პრაგმატული პოლიტიკა უნდა აწარმოოს. თქვენი შეფასება რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართული ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას. მეგობარი აქტი არის მტრული აქტი ქართული ხალხის მიმართ და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. არ უპასუხიათ, თუმცა დომილის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებას ითხოვენ ახალ მაგას ჩვენთვის განმარტავთ და ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეგ არ არის თქვენი საქმე, ჩვენი საქმეა. არა, ჩვენი საქმეა. კითხვას მისვამს. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ახალი არჩევნები, კანონების გაწევა და საგარეო კურსის შეცვლა. ეს არის მოთხოვნები მათი, როგორ შეაფასებთ ბალტიისპირეთიდან ამ დამოკიდებულებას? ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს. არის deep state-ის ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიტვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს, ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის ჩვეულებრივი deep state-ის ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლიტვის ხელისუფლება ვერ შეაყენებს ტრადიციულ მეგობრობას ქართულ და ლიტველ ხალხებს შორის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გითხავთ ბატონო ირაკლის საქმეზე მაჭავარიანი საქართველოს წინა დაადგინა ამ შემთხვევაში სასამართლომ, რომ არსებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარიმართა ევროპული კონვენციის შესაბამისად და აღნიშნულ პროცესში დაცული იყო მხარეთა თანასწორობისა და სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპი. რას ნიშნავს ეს განცხადებების ფონზე რაც გესმის? ზოგადად სტრასბურგის სასამართლო არის განაჩენი კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში
კოლექტიური ნაცმოძრაობა დამარცხდა, როდესაც სარჩელები შევიდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით და არანაკლებ ბევრჯერ დამარცხდა, როდესაც ისინი ჩიოდნენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. ხო, სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ისინი ყველა ამ შემთხვევაში, გახსოვთ, როგორი სარჩელები შედიოდა კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებებთან დაკავშირებით, ტელევიზიებთან დაკავშირებით და ეს შემდეგ ყველა საქმეში სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა წინა ხელისუფლება და გაამართლა მოქმედი ხელისუფლება. შესაბამისად ეს საქმეც არის ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება. შეიძლება გითხრათ ბატონო ირაკლი, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პასუხი არ მიგიღიათ, თუმცა მეორე დღეს მე როგორც მახსოვს ფორმულა კითხა სახელმწიფო დეპარტამენტს და პასუხი იყო ასეთი, რომ საქართველოს მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს ურთიერთობების გასაახლებლად და სხვათა შორის ბევრჯერ მოგვისმენია. მათ შორის ელჩების დონეზეც, რომ იცის ქართულმა ოცნებამ რა არის გასაკეთებელი. ხო, ისე სხვათა შორის ჩვენ კითხვა დაგვისვამს არაერთხელ დაგვისვამს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ. ხო ამბობენ ამას, რომ იციან რა არის გასაკეთებელი. ვეკითხებით ხოლმე, აბა რა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. რამდენჯერაც ვკითხეთ რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. თორემ მათ არაფერია გასაკეთებელი. აი ვეღარ გვეუბნებიან, ხო იგივე, ზუსტად იგივე. ჩვენ როცა ვეკითხებით რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. მაგალითად ვეღარ გვეუბნებიან, რომ სიტყვაზე გამჭრელობის კანონი უნდა გავაუქმოთ. ხო, რატო ვერ გვეუბნებიან? იმიტომ რომ ახალმა ადმინისტრაციამ თვითონ აღიარა რომ ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დაცული ვიყოთ ჩვენ USAID-ისგან, ED-ისგან და მსგავსი ფონდებისგან. ვეღარ გვეუბნებიან, რომ გამჭრელობის კანონი არის რუსული კანონი და უნდა გაუქმდეს. რანაირად გვეტყვიან? ერთი რომ ბატონო? ეს ან რაზე ესაუბრეთ მაგრამ მაინც არის კრიტიკა. აკროთა ნიკო ხანმოკლე საუბარი და ჩვენ შევჯერდით აღქმასთან დაკავშირებით, საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები, ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. კონკრეტიკაში ვერ შევალ, იმიტომ რომ ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური. შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ, ან დასავლეთი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, პოლიტიკური კონტაქტები გაწყვეტილია ჯერ კიდევ იმისის თვიდან. ხო, რისთვის გვაკრიტიკებენ, ამას ვერ გვეუბნებიან. რისთვის გვაკრიტიკებენ? რაღაც გადაწყვეტილებები მიღებული აქვს ქართული ოცნების მიერ და არ იციან რატომ მიიღეს, ანუ ამის ხო, რისთვის ვერ გვეუბნებიან ვერაფერს. რა არის? რაშია კრიტიკა? შემდეგ მარტა კოსი საუბრობს, რომ ევროპული კურსი უნდა დაუბრუნდეს ქართული. ხო, მაგრამ რაში გამოიხატება ის, რომ ჩვენ არა ვართ ევროპული კურსის მიმდევარი? რაში გამოიხატება? საუბრობთ ბატონო ირაკლი. დიპსტეიტზე ტრამპი საუბრობს, ჩვენ კი არა გას. დიპსტეიტზე საუბრობს ტრამპი. და ჩვენ ვიმეორებთ რეალურად ამას. ევროპელ ლიდერებს არ ადასტურებთ დიპსტეიტის. რეალურად საუბარი აქვს ტრამპს იმაზე, თუ რამდენად გავლენიანი იყო დიპსტეიტი. 28 ნოემბრის ძალადობაზე ქუჩაში. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, თუ ვინმე უქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას, თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია, ხო, რომელმაც მიიღო ყოვლად დაუსაბუთებელი უსამართლო გადაწყვეტილება 2022 წელს კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით. იგივე გაიმეორე შემდეგ დეკემბერში, მარტში, ივნისში და ასე შემდეგ. 2 წელი იღებდნენ უსამართლო გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებით ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამის შემდეგ მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოლაპარაკებების არ გახსნასთან დაკავშირებით. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ვინ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვეხვეწებოდით. მოენიჭებინათ ჩვენ ვეხვეწებოდით, მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, არ მოგცეს და ჩვენ გვითხრეს, რომ არ ვიყავით პროევროპული. ჩვენ ვეხვეწებოდით, გაიხსნათ მოლაპარაკებები, არ გაგვიხსნეს და ჩვენ გვითხრეს, რომ არ გვინდოდა ევროპული ინტეგრაცია. ვის არ უნდოდა ხო ჩანს? ეს ხო მათემატიკური სიზუსტით დგინდება. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა პირდაპირ და ჩაერია საქართველოს არჩევნებში. პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს საჭირო იყო ამორჩევლის მობილიზაცია იმისათვის, რომ შეეცვალათ მოქმედი ხელისუფლება. ეს ხო არის ანტიდემოკრატიული ქმედება. ვინ უნდა გააკრიტიკოს ამის შემდეგ ევროპულმა ბიუროკრატიამ? ხო პირდაპირ უხეშად ჩაერიან ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში. შესაბამისად, ფაქტები მეტყოლებს იმასე, ვერ გეუბნებიან. ფაქტები მეტყოლებს იმასე, რომ ევროპული ბიუროკრატია არის აბსოლუტურად უსამართლო ქართული ხალხის მიმართ და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. როდესაც ამას არ აქვს რაციონალური ახსნა შეიძლება მოძიოთ მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ვიღაცა აფათურებს ხელს ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში. ეს არის დიპსტეიტი. პრეზიდენტთან დაკავშირებით ირაკლი ზარქუას დაესხნენ თავს აქტივისტები. ვერ დაკმაყოფილდით, რაც გაინტერესებდათ მაკრონისგან, მეცოლასგან, ჩვენ როდესაც ვესაუბრებით
როცა ვესაუბრებით ხოლმე იმაზე თუ რამდენად უსამართლოა მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიერ გამოსვლაც ქონდა რგვალი მაგიდის ფორმატში. სადაც ერთადად მესამედი დაახლოებით ჩემი სიტყვის დავუთმე იმაზე საუბარს თუ რამდენად უსამართლოა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თავი არ აუწევია მაგალითად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. თავი არ აუწევია, იმიტომ რომ არ სიამოვნებდა საუბარი იმ ფაქტებზე, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. მე გითხარით კონკრეტულად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით. ხო, როდესაც ვესაუბრებით ერთ-ერთზე ადამიანებს და ფაქტებით უდასტურებთ იმ უსამართლობას, რომელსაც ჩადიან საქართველოს მიმართ. პასუხი არ არსებობს ამაზე. არავითარი პასუხი. კიდევ ერთხელ, როცა ვეკითხებით, აბა რა უნდა გავაკეთოთ? რა არის გაუგებარი? არა, განცხადები არის ზედაპირული არგუმენტების გარეშე. არგუმენტს არა, არგუმენტს შეწყვიტეთ თუ არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და მოლაპარაკების გახსნაზე. ამას აკეთებდნენ 3 წლის განმავლობაში. რევოლუციას გვიწყობდა ერთი წამით. რევოლუციას გვიწყობდა საქართველოში deep state-ი, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის ხელით. არა, ვინც რევოლუციას გვიწყობდა, იმას არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რომ რაიმე მოგთხოვოს ჩვენ. პირდაპირ გვიწყობდნენ რევოლუციას საქართველოში. ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში. მთელი ბიუროკრატია. მათ შორის ვინც მაგალითად თავს იკავებდა მილოცვებისგან. ის ხო პირდაპირ ახალისებდა რევოლუციურ პროცესს საქართველოში. ხო სხვა მიზანი არ ქონდა ამ ყველაფერს. ამიტომ კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. ჩვენ ჯერ დაგველაპარაკონ არგუმენტებით დაგველაპარაკონ. 3 წელი რატო აწვალეს ქართველი ხალხი, რატო აებუნებოდნენ უარ შერ კანდიდატის სტატუსზე და მერე მოლაპარაკების გახსნაზე. ახსნან აქცია დასჭირდათ საქართველოს სერცხვილია. ამაზე საუბარი არის სერცხვილი. არა, არ გვითქვამს, ტყუილია. ქვეყანა არ იყოს ზად, ეს არის ტყუილი. ჩვენ საუბრობდით რაზე? ჩვენ ქონდა კონკრეტული მოლოდინები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და რეალურად ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც 2 დღის განმავლობაში ქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ქონდა მოლოდინი, რომ deep state-ი გვეტყოდა ევროპული ბიუროკრატიის ხელით უარს კანდიდატის სტატუსზე. იმისათვის, რომ შანტაჟისთვის გამოიყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ ეს ყველაფერი. ხო, მაშინ იყო პირდაპირ ინტერესი, არ მარტო ინტერესი. მოთხოვნა, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი და საბოლოო ჯამში რაც გავთვალეთ, ის მოხდა. კანდიდატის სტატუსთან შემდეგ მოლაპარაკების გახსნას იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინათ და საქართველოში გაეხსნათ. ევროპაშიდან დაფინანსებული პირები ამჯერად მასთან. აი, რაც შეეხება ზარქვასთან მისულ ადამიანებს ამ თავდასხმას, ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ფაქტი. ერთი რომ სახე დააკარგვინეს კონკრეტულ ადამიანებს, ხო? ანუ არც ქალის სახე, არც ადამიანის სახე, არც კაცის სახე არ აქვთ იმ ლიბერალებს, რომლებიც ყავთ ჩართული პირდაპირ ძალადობრივ, ასე ვთქვათ, პროპაგანდაში, ძალადობრივ აქტებში და რა თქმა უნდა, ამ თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით არის სახალისებული ეს ძალადობა, რასაც ხედავთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ. რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე ეს ყველაფერი არ დარჩება. თვითმმართველობის არჩევნებზე მინდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი ხანია ვცდილობ, ბოდი შეეცვალა. თვითმმართველობის არჩევნებში ზოგიერთი პარტია ეს არის манипуляция, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, რაც არის მთავარი ინდიკატორი, როდესაც არის საუბარი დასაქმებაზე, შემცირება არის მხოლოდ თვითდასაქმებულთა ნაწილში. ამიტომ манипуляციურ თვითმმართველობის არჩევნებზე რო გაერკვევით უფრო მეტად დასაქმებაში და ეკონომიკაში, მერე დამისვით ასე და თვითმმართველობის არჩევნებზე გკითხავთ, ბატონო ირაკლი, კონკრეტული პოზიცია ვიცით მხოლოდ ამ შემთხვევაში გახარიას პარტიისგან, რომელიც აღარ მალავს, რომ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ამის პარალელურად სხვა პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციონერი ლიდერები, მაგალითად ნიკა მელია, ითხოვს კონკრეტულ პასუხს პარტიებისგან, რომ ისინი არ ჩაერთვებიან ამ პროცესში. ამის პარალელურად ასევე ბრალდებები გვესმის ერთმანეთს მიმართ, რომ რეგიონებში უკვე მზადება დაიწყო. რას ნიშნავს ეს პროცესი და რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამაზე? ამაზე მარტივი პასუხია, რაც უნდათ ის უქნიათ. ასეც და ისეც 64 მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთოდ არ არის საინტერესო ერთმანეთს როგორ დაჭამენ მარჯვნიდან მარცხნივ თუ მარცხნიდან მარჯვნივ, ხო? მათ აქვთ რა თქმა უნდა შიდა პატარა კონკურენცია, მაგრამ ბოლოს რასაც ეთქვის deep state-ი, იმას გააკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია. თუ deep state-ი დაავალებს, დაიწყობა 4 პარტია და მიიღებს მონაწილეობას მუნიციპალურ არჩევნებში. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს ჩვენთვის. აქციების დროს დაკავებული პირები აუცილებლად ხო, რაც შეეხება დოქებს, ხო? მე მგონი ეს
პირველ რიგში ახლა ეს მე არქიტექტორი არა ვარ, მაგრამ მე მგონია რომ ეს იმახინჯე არ ეგადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს ეს ერთი. და მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იმ ადგილზე იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არავითარ შემთხვევაში აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯე დაქების ადგილზე. აქციების დროს დაკავებული პირები იქნება? ბატონო ირაკლი, აქციების დროს დაკავებული ეგ დაზუსტება მოლაპარაკების პროცესში, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. აქციის დროს დაკავებული პირები ავრცელებენ წერილს და ემიჯნებიან წინა ხელისუფლებას. ისინი აპროტესტებენ აქციების დროს სააკაშვილის ბანერების გამოფენას. რა მიზანი უნდა ქონდეს ამ გამიჯვას? ჩვენთვის თავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს, ხო? თქვენ ხედავდით, როგორი ძალადობრივი იყო მაშინ ქმედებები, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, სახელმწიფო შენობებს და ამ შემდეგ თავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ეს ქმედება და ის რომ რეალურად მაშინ გვერდში დაუდგნენ სწორედ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ხო? ის ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც ხორციელდებოდა 5 დღის განმავლობაში, უკიდურესი ძალადობა ემსახურებოდა ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ეს ყველაფერი, გაემიჯნოს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და გაემიჯნოს იმ ძალადობას, რომელიც თავად ჩაიდინეს თავის დროს. ბატონო ირაკლი, პოლიტიკოსებს უარი თქვეს კომისიის სხდომაზე მისვლაზე, შემდგომ ვირავის გადახდაზე, აი დაკავებას ელოდება ზურაბ ჯაფარიძე, სხვა პოლიტიკოსებიც. რა არის გეგმა? ყველა პოლიტიკოსი უნდა განეიძრალდეს ამ კაბინეტის კომისიის განეიძრალებას თუ ყველა ლიდერი თუ დაკავებული იქნება, რა მოჩვენილობა იქნება შემდეგ? ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების გადასაწყვეტი. ჩვენ ვერ ვიღებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა ამ ადამიანების დაბარებასთან დაკავშირებით, მათი პასუხისმგებლობა იყო ესაუბრათ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც არსებობს კითხვები. თქვენ იცით, რომ არის უმძიმესი კითხვები, რომლებიც ეხება კონკრეტულ დანაშაულებს. თქვენ იცით, რა მასშტაბის დანაშაულები ჩაიდინა თავის დროზე ნაცმოძრაობამ, ხო, 2012 წლამდე და არსებობს ასევე კითხვები 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობა იყო, ისულიყვნენ პარლამენტში, გაეცათ პასუხი კითხვებზე, რაც შეეხება გაგრძელებას, გაგრძელება არ არის ჩვენი საქმე, პოლიტიკოსების საქმე, გაგრძელება არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. მაგრამ თქვენ როგორ აფასებთ მოცემულობას თუ კი ყველა ოპოზიციონერი ლიდერი იქნება დაკავებული ქვეყანაში? მოცემულობა შეიძლება იყოს ერთადერთი. ქვეყანაში გაქვს სამართლის უზენაესობა, ან არ გაქვს სამართლის უზენაესობა. ერთადერთი პრობლემური მოცემულობა არის ის, როდესაც ქვეყანაში არ გაქვს სამართლის უზენაესობა. ჭიათურის თემაზე.